2008 წელში ომის პირობებში მაშინ ორი ოჯახი მყავდა და დავტოვეთ ახლა ხო არ წავიყვანდით ჩვენ რო გავედით უკვე კოლონა რო შემოვიდა და როცა შემოვედით მე რო ჩაწყნარდა ორი ოჯახი ფუტკარი მყავდა და ავტომატის ჯერი იყო სკებზე გადატარებული. გიორგი კოკოზაშვილმა საზღვრისპირა სოფელი ერგნეთი ოჯახის წევრებთან ერთად 2008 წელს სოფელში რუსი სამხედროების შემოსვლისას დატოვა. უკან დაბრუნებულს დაცხრილული სკების გარდა სახლის გადამწვარი დახვდა. სახლი თავად აღადგინა, სკებზე ნატყვიარები კი მე ისე გამოაშენეს და ისე ლამაზად გააკეთეს, სულ გამოავსეს ისინი. თუკი 2008 წლამდე სოფელში 120 კომლი სახლობდა, ახლა მათი რაოდენობა ორჯერაა შემცირებული. მოსახლე სულ 120 კომლიანი სოფელია, მაგრამ ნახევარი სოფელი დაწლილია, არა ცხოვრობს 2008 წლის მერე, ომის მერე. მაშინ ხო კომპენსაციები აიღეს, ზოგმა გორში იყიდა, ზოგმა რუსთავში იყიდა და აი ცოტა დაიცალა, ნახევარი სოფელი დაიცალა. 60-70 კომლამდე დარჩა რა. მე პირიქითა გორიდან წამოვედი. მე პირიქით გავაკეთე. Ორის კათანდათან 25-მდე გაიზარდა. აი გვერდზე ახლა გამოიარეთ თქვენა 6 კილომეტრის დაშოლებული სოფლებში და ამ სოფლებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. აქეთა მერე თანა კონფლიქტი რომ მოხდა 2008-ში მიტოვებული სოფლებია. და აი აქვე მუშაობს. ალბათ ფუტკარსაც ესეთი ადგილები უყვარს რა. აი მიტოვებული ადგილებია ბევრი რა. ეს საზღვარია აქა და ეთყობა ცოტა გატყევებულია, ცოტა ველური პირობებია და კარგად მუშაობს რა. აქა დიდი მოძრაობა არ არის, აი ცოტა სიწყნარია, აი ეს ადრე გზა იყო ესე მთელი რაჭა აქედან დადიოდა, მთელი ესე ორჯონიკიძეში გადიგამოდიოდნენ ტვირთები და ეხლა ისეთი სიწყნარია, აი ბოლო ისა ვართ რა, სოფელი ვართ და აი რაღაც ეს მიტოვებული სოფლები, რაღაც ეკოლოგიურად არ იწამლება ის მასა არ იწამლება. ჩვენთან იცი რა არის, შეხვედრების ადგილია გაერო შედის წითელი ჯვარი და აქ არ ხდება აი გატაცებები ან პატიმრებები, იმიტომ სამი პირი მავთუხრართია და სხვა სოფლებში უფრო საშიშია რა. იმიტომ იქ შეღობილი არ არის და აქ ისია რომ ჩიტი ვერ გადაფრინდება, სულ კამერებში ზის. აი დაგანახებთ ეგრევე ჩანს ცხინვალი. კილომეტრი ნახევარი აქედან საზღვრამდე. ერთხელ ვიღებთ შემოდგომის ბოლოს. და ალბათ ყველაფერი ერთმანეთშია შეზავებული რა, მე ესე მგონია, იმიტომ რომ ესე ცალკე აკაციას, ცალკე იმას არ ვიღებთ. რეალიზაცია ელკანა ძალიან ხელს გვიწყობს, იმიტომ რომ ხარისხის ნიშანი გვაქვს და გვეხმარება გაყიდვებში. ეხლა ერთიანად რაც შემიძლია ხოლმე ჩემი სახსრებით და ყოველ წელს 10 კაც ვყიდულობ და ვამატებ რა. აი რის საშუალებაც გამომიჩნდება ხოლმე, მინდა რომ კიდე მოვამრავლო და მე შეიძლება საძოვარზეც გავიყვანო ხოლმე უკვე არის აქ კარგი ადგილები არის. ეს არის აგვისტოს ნანგრევებში 2008 წლის ომის ფაქტები არის, იურიდიული ფაქტები, რა მოხდა, რამდენი კაცი დაიღუპა, ვინსად გარდაიცვალა, ვინსად მოკლეს. ამ წიგნზე პაპაჩემის ყდაზე პაპაჩემის სურათი გამოაქვეყნეს. ნუ ესეთ მდგომარეობაში იყო აივანის ქვეშიც და რომელიღაცამ მე სურათი ესე ჩაფიქრებული გადაუღო და მე მოვიდნენ გთხოვეს რომ თუ შეიძლება რომ ყდაზე დავბეჭდავთ. უნდა დახოცოს და ჩაყაროს წყალში. შეშინებული სახეები. ეს ერგნელები გადაარჩნენ კი. მე ესენი წაიყვანეს და ცხინვალში ასუფთავებინებდნენ მკვდრებსა და იმას ქუჩებში ხალხი რო ეყალა იმათ ასუფთავებინეს იქ ამუშავებდნენ რა. ასუფთავებინეს მთელი ქალაქი. იქაც ხო ბევრი იყო დახოცილები და ქვევრა პირობებში მოგიწევთ ამ ჩვენ გავედით ახლა ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით თუ ესე გადაწვავდნენ ყველაფერს. ერთი ცალი არაფერი წაგვიღია რა. გავედით და მე შემოვედით გაპარტახებული და ხოდა გადამწვარი ყველაფერი. ცარიელა კედლებიდან დავიწყეთ რა. ჩემი სოფელი დაიწვა, მამა ჩემი სოფელი ისა იქით დარჩა, საზღვრის იქით დარჩა. ავნევი იყო რა. ეს დედა ჩემი სოფელია რა. ერთი მუნჯი იყო არაფერი აი ცოტა ლაპარაკი უჭირდა და ესე გამოუვარდა რა. ხელი აუქნია რომ რას აკეთებთო და მიუშვეს ეგრევე მოკლეს არაფრის გულიზე. ერთი მოხუცი კაცი მოკლეს იქ რავი გვეპარებაო ეგონათ წელში მოხრილი იყო და ესე უნდა გაიპაროს ეგონათ და მიუშვეს მოკლეს. და ესე რა უაზრო ერთი სახში დაწვეს აგე გვერდზე სახში ცეცხლი წაუკიდეს და მოხუცმა ვეღარ შეძლო გამოსვა იქ დაიწვა. და ესე ხა ომი როა ყველაფერს ანგრევს და ყველაფერს იმას აშვება. ეს სახლის დამწვარი იყო, ახლიდან გავაკეთე. ბაღებიც ახლიდან გავაშენე. ჯერ ვაშლის ბაღი ვნახეთ.
2016 წელს გაშენებული მქონდა და მაშინ 2016-ში მოვიდა ელკანა და 2017-ში უკვე ცეცხლის დამცავი დამონტაჟდა. იმიტომ რომ მოვიდა დასეტყვილი დახვდათ ბაღი და ყველანაირად ხელი შემიწყეს რომ მე ვერ წარმომედგინა თუ როდესმე ესე გადავახურებდი. მე ის ძველი ჯიშები ამოვყარე და ახალ ჯიშებზე გადავედი. აი ეს გოლდენი გავაშენე, სტარტი გავაშენე და ფუჯი არის გაშენებული ბოლოში, შავი ფუჯი. ისიც ელკანას რჩევითა რომ აი ძალიან გემრიელი ვაშლია რა. განარჩენი რა წვეთოვანი სისტემები გაკეთდა და ძალიან გამიადვილდა შრომა, იმიტომ რომ ჩართავდა ბაღი ირწყვება. ამიდან დაზღვეული ხარ არ დაგისეტყავს და ხარისხიან მოსავალს მოიყვან. აი ნახეთ ხმოიარობა კარგი აქვს წესა, ძალიან კარგი მოსავალია. 8 წელია უკვე 8 ჯერ მაინც გადავრჩით მაგარ სეტყვას რა დაიჭირა. დაიჭირა ბადეება. ეს ისეთი ჯიშებია რომ ბაზარზე ის არის მოთხოვნადი. სხვა ბაღიცა მაქვს და იქ უკვე სხვა ჯიშები არის. მაგრამ აქ არის გოლდენი და სტარტი მარტო რა. ეს პროექტი განხორციელდა რომ ნახევრად ძლიერ ჯიშებზე თუ მოხდებოდა გადაფარვა. მე გავსხალით დავადაბლეთ და გადავაფარეთ, მაგრამ მაინც იმას ნაზარდი მეტი აქვს და მე ბადეს უკვე ხევდა რა და ნელ-ნელა თანამედროვე ჯიშებზე გადავედით, ამ დაბალ ჯიშებზე გადავედით რა. ადგილზეც მოდიან, მაგრამ მე უფრო ხილის ბაზარზე გამაქვს რა. აი ის არის რა ქვია, გორის ხილის ბაზარი არის ერთ-ერთი ცენტრალური ბაზარი, საიდანაც დასავლეთს მიაქვს ვაშლი და თბილისი, რუსთავი, კახეთი სუაქედან აზიდავს რა და ეკოლოგიურად სუფთა აი თუ უყურებთ კიდევაცა გერბიციდი არასდროს არ მაქვს შეტანილი, ბალახია ისევა, ამას ვთიბავ ხოლმე. ნიადაგის სტერილიზაცია ქვია, ხშირად რო ითიბება, ამ ბალახს ამოაქვს მიწიდანა ყველანაირი შხამები და ძიმე მეტალები. ესენია მეტრაოცებში, ეს არის 80-ებში. აქ ამას საშუალება რომ აი ესეთი გრძელი ტოტები არ უნდა კონდეს, უნდა დააჭრა და აი ღერძზე უნდა მოასხმევინო რა. რატო არის ეს მეტრაოცებში და ისე? მეტრაშიც შეიძლება 80-ში იტანს. უყურე აქ რო სიტყვაზე აქ არის წასული მეტრაოცებში 55 ძირი და 80-ებში რო გაუშვი აქ წავიდა 90 ძირი. ხო და არა. აი ნახე აქ საშუალებები. აი ჰაერიზაცია აქ ყველაფერი აქ არ არის ძალიან ახლო. ამ ტოტსა კიდე გაზაფხულთა მოაჭრი შეუკვეთავ და აი ნახე დაჟე კიდე მე თუ მკითხავ ახლო კიდე შეიძლებოდა ახლო. ეს რა ჯიშია? ეს არის გოლდენი. ერთი კვირის დარგულებია ესენი რა და ზოგი ცოტა შეჭკნა რა და ეხლა ეს მოსავალს არ მოგცემს თავარი ეხლა ეს ხმება მე ხო სიცივის გამო და რომელიც ისა მე შენაცვლდება აგე გვერდზე არის დარგული ნამყენები და ჩანაცვლდება რომელიც გახმება რა ესეც 80-ებშია გაშენებული. გარსაცავ ზოლს თხილის თურქული ჯიში ქმნის. თურქეთიც გადავიდა ახალ ჯიშებზე, თხილებზე, რომელიც სიცივეს უძლებს. ჩახილს ეძახიან ამ თხილსა რა, გვიან გამოაქვს, სიცივეები რო გაივლის, მერე გამოაქვს და მერე აი მთელი თურქეთი გადადის ამ თხილზე და უბრალოდ საცდელათა ჩამოვიტანენ და გავაშენე ერთი რიადი რომ აქაც რო სიცივეები ახლა იყინო სულ ყველაფერი გააფუჭა წელსა. ქლიავი, გარგალი, ბალი, მოსპო. ხო და ეს თხილები არა შედარებით გაუძლებს ამ სიცივესა რა და მინდა რომ ესეც მე თვითონ ამოიყრის და შეგიძლია გადაარგო და გააშენო კიდე ეს ჯიში მინდა რომ მქონდეს რა. და ესე ნაპირზე მაქვს ქარსაცავი ზოლის ვარიანტი. აქედანიც საკეთა ქარი და აი ხე გაბუჩქული რო არა, მაინც იჭერს რა იმასა. ქარსა. ვაშლის ბაღიდან ბლის ბაღში გადავინაცვლეთ. 80 ძირი ბალია. ნახე რა ბლებია უკვე როგორ გაიმართა, მაგრამ აი სიცივე ისეთი ყინვები მოარტყა რომ უკვე ყვავილში იყო და თოვლი დაადო და გაყინა და სულ გააფუჭა რა. აი წვერუებში აქ ცოტა შერჩენილები რა. აქ არის ადრეული მაისის ბლთა რო დავიწყებდი აქ კრეფვასა. ადრეული მაისის ბალი, წითელი გოგრაბალი რო შემომივიდო და ორი რიადი ბოლოში მოვკრიფავდი, მერე მოყვებოდა ჭროღაბალი თუ იცით, ყვითელ-წითელი ჭროღას ეძახიან, მერე ისევ წითელი და ბოლოს თეთრი. აი ეს ეტაპობრივად შემომდიოდა, ერთიანად კი არ შემომდიოდა, ეტაპობრივად რა. ხო და რა ვიცი ხა მერმისიდან ალბათ კიდე მოისხავს წელს ამ ყინვამ დაგვაზარალა რა. ერთი 10000 ლარი ამიღია ამ ბაღითა რა.
10,000 ლარი ავიღე შარშანაცა, შარშანწინაცა. ანუ რამდენი ტონა? რავი, ახლა 3 ლარში ვყიდე კილო და რამდენი გამოდის? ეს 3 ტონა გამოდის, ხო? ახლა ამასაც იმ ხელა არ არის, ჩვენი ოჯახი, ჩვენ თვითონ ავკრიფავთ ხომ ახლა. მუშტ რო იმუშაო, საერთოდ ბარც რო აშენე მუშაზე უნდა გათვალო, მაგრამ რო იზრდება მე ვეღარ ერევი რა, მაგრამ ჯერ იმ ხელები არ არის რომ ვერ აუხვიდე რა. და ჩვენი ოჯახი თვითონ ვეკრეფავთ თორე. ისე მუშას ლარი უნდა ხოლმე რა, რო აკრეფინო რა, კილოზე. ჩვენი ოჯახი ავდივართ, იმიტომ ჯერ 2 რიადი შემოვა, იმ 2 რიადს მოვკრიფავთ. მე კიდე 2 შემოვა. მე კიდე 2 და ეს სხვადასხვა ჯიშები როა, რეალიზების პრობლემა არ არის. ეხლა მთავარია მოიყვანო ხარისხიანი მოსავალი და მით უმეტეს ესე ეკოლოგიურად სუფთა ხარისხის ნიშნით და პრობლემა არ არის რა, გაყიდვაზე პრობლემა არ არის. ბიომულჩი ბალახს არ უშვებს ფესში, ჰერბიციდები რო არ იხმარო მაგიზე, სინესტეს ტენიანობას უნარჩუნებს. მე რო წვიმს აიყურე, აი ესეთი დახრა აქვს ამასა და ამას აქვს ფუნჯა ფესვი და ეს წყალი ჩაზდის პირდაპირ ფესვში. აი ყველანაირად დამცავია რა. და ხელს უწყობს ზრდაში. ზამთარში უნდა აიღოთ აგუმა რაღაცამ რო არ დაიბუდოს. კი, ბაღები იქა ნახავთ ახლა როა ვართ, ზეც საზღვარზე გვაქვს.